რას დავათრევ შეჩემოთ. სერგო, შენ უკვე თამაშობ ახლა, ითევზავე კაცო. უკვე ჭერა გვაქვს ძალიან კარგი რა. აი ამაზე პატარები უკვე აღარ მოსულა. აქეთ მე და ჩემი ძმა ვეჯიბრებით. აი მე ფიჭო რამდენი კოჭაა ჩემი კაი. ამოყიდვებია. დაიარე და ამა კოჭეები, წნულები, ფლურო, პენოპლასტი. ეს არის მოკლედ ორი კაცის ნათევზავები რა. სალამი, მოკლედ დამოსულები ვართ სიონის წყალსაცავზე. მე ჩემი ძმა და ჩემი ძმაკაცი. დაახლოებით 5-4 საათზე მოვედით. რო ადგილი დავეკავებინა, გვეგონა ძალიან ბევრი ხალხი იქნებოდა. თლად ეგრეც არ ყოფილა. მოკლედ აი ამ ადგილას გავარ, ეხა განახებთ. აი ეს ადგილი არის, წყალი საკმაოდ ღრმაა. ვიშლებით ნელ-ნელა ზეც ამოდის. რაც შეეხება დღევანდელ ინვენტარს, რაზე ვითევზავთ და ასე შემდეგ. დავიწყოთ ჩემგან. ძალიან მსუბუქად ვარ დღეს შემოფარგლული. ეს არის კასტმასტერის ჯოხი 2.70-იანი 40 გრამამდე ტესტით და 3000-იანი შერვან პროს კოჭა. მიხვდებოდით, რომ პიკერი არის ეს ჯოხი, პიკერს ვეძახით დაბალი გრამაჟობის ტესტის ფიდერებს 50 გრამის ქვემოთ. გათვლილი ვარ ზუსტად შამაიაზე, ახლო მანძილში. როგორც წკეპლა ეგეთი ჯოხი არის მოკლედ, ძალიან მაგარი ჯოხია, მსუბუქი არის. ნახოთ, გვაქვს შესაბამისად საშამაიე დასაკვები, ფხვიერი, ზედაპირზე რო იყოს და ცოტა შიგნითაც ჩავიდეს. დანარჩენი იდეალურ შემთხვევაში. მეორე, ჩემი ძმა არის თავისი ჯოხით. ეს არის ეს კანალი 360-იანი 60 გრამამდე ტესტით და 4000-იანი კასტმასტერი კოჭა. იგივე შამაიაზე ვართ გადასულები ამ შემთხვევაშიც. სკამები დავილაგეთ ესე, ლამაზად, აკურატულად, ყველაფერი რიგზე. ახლა რაც შეეხება ჩემ ძმაკაც აქ ცოტა რთულად არის საქმე, იმიტომ რომ ჯერ ჯოხების გაშლა ვერ დაასრულა, ჯოხები ყო ყველა. იმიტომ ესეთი ხალხისგან მოშორებული ადგილია ვიგეთ, რომ არავის ხელი არ შეუშალოთ. თვითონ ისინი ვეღარ შეგვიშლიან, იმდენი რაღაცეები გვაქვს. აქეთ არის მოკლედ ეს მძიმე არტილერია, კიდე ერთი ჯოხი დაიდება, რომელიც წავა აი ამ მიმართულებით, მსკერვული თევზი, ხრამული კარასი, ეგრეთ წოდებული კარასი. და ნუ საზანი შეიძლება ბოილებიც არის და გავაკეთეთ მაგსაცდილ ვარიანტს. მეორე ჯოხი უკვე რაც უშუალოდ აქტიურად ექნება ხელში, ეს იქნება შამაია და დანარჩენი რაც გამოერევა ძირითადად ვარდნაზე. ესენი იქნება ესე გამზადებული და აქეთ ამ მხარეს. ერთი წელი გავიდა, რაც ვიდეო არ დამიდია, შარშან რომ ვიდეო გადავიგე, ზუსტად იქ ვიყავი, სოფლის ჩამოსასვლელი არის ის ადგილი, იქით ვიყავი. წელსაც კარგად არის ადიდებული წყალი და არ გვინდოდა იმ ადგილას გამიზმნათ თევზაობა, იმიტომ რომ შარშან ძალიან ცუდი შედეგი იყო. ღამის თევზით ვიყავი და ორ დღეში 5 და 500 იყო, მე მგონი წონა არ მახსოვს, ნუ 6 არ იყო. ჩემი პირადი. ძალიან ცუდი შედეგი არის ორ დღეში სიონის წყალსაცავზე. ამიტომ აქ დავდექი, ძალიან ღრმა არის წყალი და ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება, ყველაფერს ვეცდებით, გავერთობით, ვისიამოვნებთ, დარჩით, არ გადაახვიოთ, გამოიწერეთ არხი მეგობრებო. და რა ვიცი, წინ ძალიან მაგარი სეზონი გველოდება, ძალიან მაგარი თევზაობები, გასვლები და ძალიან კარგი კადრები გველოდება. აი ესეთია დილის სიონი, ულამაზესი ადგილია, სულ მიყვარს აქ ამოსვლა. მზე ამოდის ნელ-ნელა, ალიონს ვეგებებით მე თევზაები. შვენიერი. რა კაია ეს დალოცვილი, უნდა გავუფრთხილოთ, აქ ბევრი ნაგავი იყო და არ შეიძლება, უბრალოდ აი იქითაც ბოთლი გდია, იქ რაღაცა აგდია. მოდი არ შედალოცვილო, წაიგე რა, ახლა თუ არაო. იგი 100 მეტრში ნაგვისურნებია და გადააგდე რა. ნუ დავანაგვიანებთ მეგობრებო რა ქაურობას. ეს პირველი შამაია სიონის ვარდნაზე, რა თქმა უნდა. წავიდა. მე ვანილზე მაშინ გასავს სერგო ვანილზე იღებდა ყოველთვის ხოლმე თან მაგრად ბატონო ესეც გავისურვოთ
დავშვი. ბერდო აუეს კაი დავშვი. საღოლ for fishing, ჰა? მე ძალიან დაბალი გრამაჟით ვერძო 40 გრამამდე მოგჯო. 40? ხო, აბა ეჯოხი 40-მდეა, აი. ჰოპა. ესეთი ერთი წამით 20-იანი რა, ბერდოს 20-იანი. აი ესეთი, შემოიები. 20-იანი, ბერდოს 20-იანი აქვს რა. ბერდოს 20-იანი ყავს. და ამას ჭიები გაიქცა. ჭიებს გავუთხიდით თონე, ვერაფერს ვეღარ ვიშურით. რამდენი გაგიქცა ბიჭო? თელი ჭიები გაიქცა ბიჭო, კრიფავს, რამდენი კრიფავს შეგედი. აქამდე ვერ ჩავიდნენ იმში მიწაში კი მე რა. ერთი ცალი თეთრი ჭია და 53 101 ნემსკავი. აი ესე ყენდება. დავსვი კიდე ერთხელ. კარგი ჭირა მოსულა. ვერ გავიკი, სხვასა დავიდააყენ. ეს რაღაცა კარგია, სერგო აშკარად. სიღრმეებში მიმithრევს. ხო რა, კაი ზომის შამაიაჩი. სერგო. აი. ეს ამას ძალიან სიღრმეებში მივყავდი და ამას ეგრევე გახსოვს მაშინ რო ჩამოვამარილეთ, აი ამ ზომებს ვიძახდით რა, ძალიან მაგარი ზომებია. მე რატო გადმოდიან და შედარებით დაბალი კედელი აქვს და თან სველი. ხო და დააფარე, მაინც ხო ერთი ჭიით ევზაო, რაღაცა პერიოდი. ხო დააფარე თავი ბოლომდე. ნუ არ გაგიქცეს, სატყო არა. მოიტაბა ერთი. რა პატარა, აი ეს არის. მანდარი ბიჭო რაღაცას. ფეხებთან გაქვს, შუაში ფეხებს შუქის. კიდე დაჭდა. ძალიან კარგი. საკმაოდ დათვა და წამოვიდა, აღარ ჩერდება. აია. ხო. რა მნიშვნელობა აქვს? შენ გამორტყმები რა ვიცი 0-2-იანი ვაფშე. ან საერთოდ არ უნდა ფიდერგამი და პირდაპირ ეგრევე ჩახტი წყალში. თევს ისეთ სამორტყმს უკეთებს მარტო თავი და ხერხემალი ამოდი. გამოვაცხადო ყბა? კი ბატონო. დაჭდა. ჩავარდება თუ არა ეგრევე დაშალე ზედაპირზე. ესეც კარგი ზომაა საკმაოდ. ოპა. და ვისაც სიონზე წამოსვლა გინდათ, შეგიძლიათ თამამად, ამას რა წამოსვლათ. თამამად წამოხვიდეთ გემრიელად დაიჭერთ თევზს. აი ეს სატყო რა კიდე არ შემიძლია 6 წელი თევზს დაუჭირი ამის მე. ამ სატყოებით. როცა სადავე არ გაქვს ხოლმე და ჩააგდებ და იმას დაშლი. ძალიან სწრაფად შეგვიძლია ამოახვევ, შეუძლება არაფერი არ იბლანდე. უბრალოდ შეიძლება რომ წნული წვეროში არ გადასდო რა. წვერო არ მოტეხო. არის ვერ გავიდი. დასაკვები არ ჯერ ნახევრის ნახევარი გვიხმარია.
ასაკობი გვეყოფა კაცო უეჭველი. აუ წითელ ჭიაზე წეგან საერთოდ არ იღებდა და ეხლა თავში გიჟებს. ეს თუ არ გადავიფინი აქ. ძალიან კარგი საკვებურა, ეს არის შეძენილი კარპოლოგიში. აი ეხლა ცარიელი რომ იქნება განახებთ, იმიტომ რომ ესე არ ჩანს დაფარულია საკვებით და ძალიან კარგად აქვს დაბალანსებული სიმძიმე. თეკრებს კერზი არ არის ამიტომ ყოლა არ გვინდა ფსკერი მოკლედ ჭერა მიდის სასწაული რა აქეთ მე და ჩემი ძმა ვეჯიბრებით იქით სერგოს ანკესი კინაღამ წაიღო რაღაცან და ვერ დავშვით მე წეღან ძალიან მაგარი ხრამული დავშვი უბრალოდ ვიდეო ახალი გათიშული მქონდა ვარდნაზე დაჭდა всё ესე მიდის გემრიელი ჭერა ნახოთ რა იქნება კიდე გავაგზავნოთ აი ესეთი საკვებურა არის 20 გრამიანი სიმძიმე არის აი ეს მთლიანად და ძირზე ჩადის ესეთ მდგომარეობაში ძალიან კარგად არის რა დაბალანსებული და ვარდნაზე ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემთვის აქ ღრმა არის წყალი საკმაოდ დაახლოებით 30 მეტრზე სწრაფი დათვლით 120-მდე დავითვალე და მე ჩავიდა საკვებურა ცარიელი ბოლოში ესე უნდა გავუკეთოთ რომ იმოძრაოს მაქსიმალურად ანიმაცია გქონდეს დავაინტერესოთ თევზი სატყვარად ვიყენებთ ამჟამად ჰიბრიდ თეთრ ჭიას წეხან ვიყენებდი ჰიბრიდ წითელ ჭიას ასევე გვაქვს წითელი ნაკელის ჭია всё ეგ არის რაც გვაქვს სატყვარად სიმინდი არ წამოგვიღია ნუ კარგი იქნებოდა რომ წამოგვიღო მაგრამ რაღაცა ყოველთვის გრჩება მოდი აქ ამქონი გამიქცა თუ არა მოდი ის პიცა აქ პიჭო ანუ თუ გინდა სადავე მოხსენი 1-4 ცალი გაუშვი 4-5 ცალი იმენა ის ცარიელი იმით რა ეგრე ზედაპირზე ვედაშალე და აი ჭერას ვერ აუხვალ რა დამიჯერე ეგ ვაფშე მოხსენი ეგ სადავე და ეგ აქვია საკვებურა კი რა და ხო საკვებურა და აი ზედაპირზე ვედაშალე რა იმიტომ რომ ზემოთ არის ამოსული მოკლედ ჭერა გვაქვს ძალიან კარგი რა აი ამაზე პატარები უკვე აღარ მოსულა ძალიან მაგარი ჭერა არის აი გაგიჟება სავალ უკვე ვღადაობთ ნუ კაი ხანია ესე ჭერის დროს არ დავღლილ ვარ რა არც ყვებავთ დაჟე აი ისე დღეში არის უკვე თევზი რა ეს გადავაგდოთ ეს მოხსოვს პენოპლასტი და თეთრიან წითელი ჭია რა ჰიბრიდი შვენივრად მოდის ყველაფერი უფრო შამაიაზე ვართ გათვლილები და შამაია მოდის ყველანაირად აი ესე კეთდება ერთი პენოპლასტი ერთი ცალი თეთრიან წითელი ჰიბრიდული ჭია აი ესეთ მოძრავი და всё ერთი 4 წელს გადააგდებ საკვებურას სავსეს და 20 წელს აგდებ მე ცარიელს და ჯდება რა ძალიან კარგად ჯდება რა всё დავშვით შედეგები იქნება დაელოდეთ არ გადაახვევთ კაი ვიდეოა გამოიწერეთ აუცილებლად არხი გამითარებისათვის წინსვლისთვის ჰოპ მოდი აი ესეთი შამაინები იჭირება დაკორმას რომ მორჩები ხოლმე შემდეგ კარმუშკა გააკეთე ცარიელი დაიჭირე
ხო და ცარიელი გააკეთე ხოლმე. აღარ არის საჭირო. დასვი ხო ეხა? ოჰ, კაია, კაია. ოჰ, ოჰ, ოჰ. რა? ის მოგს თეთრი ჭის გავს ეზმი? გაუკეთე. ასე არა გაუკეთე ბიჭო. თეთრი ჭის გავს რეზინი აქვს ეგრე შე გაუკეთე და მაგაზე ვიჭერო იმე. აკაცია რითი ატყუის. ტიპი ხოიცი პრიუსი რო გასაყენებენ მერდო მე გააჩალიჭავ. ვაფშე უპასო დიჭერს. ჭიერაც კი არ ხარჯავ ჭირს. იმენა ულიმიტო მე კიდე ერთ სალ წითელი ჭის ისა მაქვს. ფუტლი არის და იმით ვიჭერი, იმენა არ უცვლის ოცხალითავ. ის ვაფშე იმენა კოდარსილი კონდეს. თეთრები აიღო ბერდო. აჰა, მე სტოვში კიდე. აზე ხა დღეს თევზი არ გაჩერებულა იმენა სუმოდიოდა ბრა. ან შუადღეს გაჩერებულიყო ანაღად. არა, იმენა სუმოდიოდა. დაკორმა მქნა, ხო თავი შედეგი. მოგითხარი? დაკორმა. ოპა, რა ზომა შამაი. სერგო უკვე ლუდის ფულს ფიქრობს, სად ვიჩალიჩო ეს რო დამარილდება. ოხ, ჩემ მარტო ხეთე ადამ და ოშენის თქო ჩემთვის ყველაფერი. მე არც ერთი არ გამხსებია ბრა, ვაფშე. ანა სერგო. კაი პივა. ჩამოსასხმელი. შამაია დოყელად. ოუ, რა ხო კაი დავში, ბიჭო გონია. მე რა ხდება შენ? კიდანვე მებრძვის იმენა ეს ახლა. ანა ნორმალური ზომის შამარია. კაია, კაია. აჰა, ეგეთი მომყავს. მე ცოტა მარცხნივ ჩააგდებ, ცოტა მარცხნივ ჩაკორმე იმის ცოტა მარცხნივ. ხო, აბა რა, ხარს მოაგზმა, აი ნებისმიერ ჭუჭყი, აი ნახე ნებისმიერ რაღაცა მოტივტივე. ეგრევე, აჰა, სერგო, ეგრევე დაგიმადე თითო კიდე ზევიდა. ნებისმიერ რაღაცა მოძრაობს ახლა რა. ანუ ჩააგდე მარცხნივ ცოტა. ой, ბიჭო, რა შეკაჩება, ეს ვისია რა. აუ. ეს რა მომყავს ბიჭო. ამ პეჭებში მომიდია ბიჭო სერგო. ეგი რაია. რა. მეთქი რა მოდის ბიჭო, რას მეკაჩება. შტოთა ვარ მეთქი მე. ოჰო, მაცადე ახლა. რა გავაკეთო? შენ უკვე თამაშობ. ეს ჩემი ჩაგდება. მანდა თავი. ო, ხედო. ამასული ყურაბე პატარა თეზით მიგეს. კიდე რა. რა ვიყურა შენ უძინი ჩაუმარასავი და. შეგიძლია პატარა თეზი მოკე თავი მოხო მე ხელი მოკიდო, გადაიკიდო კამარზე. არა, ცოტა იყო პატარა არის. რა არის პატარა ბიჭო? პატარა იყო რა არის, ანკარა არაფერი არ არის. ანკარა კაცი. ანკარა თუ მანკარა იმენა გამაკანკალა რა არის პატარა. რა დავათრევ შეჩემა თუ იგებ ამოი შეგეშინდა? იცია იგე. მოდი ვიდეოს ვიღე. ჟია ოხედი და შამაიები მყავს ტოჭკაში თევზი შამაია მყავს დასმული. დაანებე მაგის დედაცვატირე რა შეიძლება.
შეგო აქ თევზი მიზის იკლავი მელოდება. შეგო კიდე გვერდები. და თან ტელეფონზე ურეკავენ და გადიიხლა რა. და ისე რომ აქ არ მოჭყვიტო ეხა ძირში. ოდნა ვაქვი რა. სიო ეგა დაანები თავ წადი. წადი მოძუძგი აქედან. მოვდივარ მე შენ ტერიტორიაზე. სერგო შენ უკვე თამაშობ ახლა ითევზავე კაცო. ჯო ეს კაცი აქეთ მოდის. გადი ბიჭო. არა, იქით მიდიხარ, იქით. ამიცა, კანაშო. აუბედო შენი მენა მაგრა გადაგასწარი თმა. აი როგორ გადაგასწარი, იცი? აი ძალიან გადაგასწარი, ერთი მაგდენით. ოს მეძობება ეს ამხელებია უკვე რა. რაზომები წამოვიდა ბერდო. ინდა კორმის მე ვაფშე აღარ დამიკორმია რა. მე დავასრულე თევზაობა. ეხლა არის 6 საათი დაახლოებით, 5 წუთი აკლია. აი ამ ადგილას ვიყავით სოფლის მხრიდან. დაკარი ორი კაცის დაჭერი თევზი რა. -10 და ორი კაცის დაჭერი თევზი დაახლოებით. უბრალოდ მინდა რომ დაახლოებით კაცი წარმოიდგინოთ რადონის კარგად მოდიოდა შამაია. ეხლა ამ საჩუქში გადმოვიდათ. მოდი. ეს არის. ახლა გადმოვიდეთ აი საჩუქში და თუ კარგად გამოჩდება. ყველაფერი თუ არ გამეხა აქ. რამე. ბიჭო საამბიური არის ვარდნაზე რამ დაგვაჭერინა ხელები როგორ. და ზევით არის თორე აქ დამეკნევა. მე დავაკნიო თუ და ეხლა პოსტა დადი რა, იგრევე და იგრევე გამოჩნდება რამდენი აი ამ ადგილას ცოტა დადი რომ არ გადმოიპნეს უბრალოდ. აი ეს არის მოკლედ ორი კაცის ნათევზავები რა. კაი ვლომა და ეს 1.6 კილო როგორ არის, უეჭველი არის. 10 კილომდე იქნება. სიმძიმე ხელი იღიგზენი ხო იგრევე. დიდი ხანი რა დაიჭყა უქვევით შამაი გაფუჭდება. კი იქნება უეჭველი 10 კილომდე იქნება. სამწუხაროდ სასწორი არ აქვს, მაგრამ აი ეს 100%-იანი იქნება 10 კილომდე რა. всё, ეს არის. ეს არის მოკლედ მადლიანი სიონი რა. მადლობა ვიდეოს ყურებისათვის. მადლობა კაი დროის გატარებისათვის. რომელს თქვენ გაატარეთ ამ ახსე. აბა წავიდით და ეხლა ზოგი შეიბრეწება, ზოგი დამარილდება, ჩვენ ამას კარგად ვამარილებთ ხოლმე. ლუდისთვის ძალიან გემრიელი არის და წელიწადში ერთხელ ამოვდივართ და ნუ იდეაში მგონი არც იქნება საწყენი ეს რაოდენობა რომ წავიღოთ სახლში. აბა ბედნიერად კაი თევზაობას გისურვებთ წარმატებები.